დღეს 24 ივლისს ყველასათვის საყვარელი მთაწმინდის პარკი 88 წლის გახდა 1928 წლის 24 ივლისიდან დღემდე პარკმა დიდი ისტორია გამოიარა, რაც მას თითოეული ჩვენგანისთვის გამორჩეულად საამაყოს ხდის ბუნებრივია. ერთად აღვნიშნოთ პარკის იუბილე, პარკის ცენტრალურ მოედანზე 19 საათიდან გაიმართება ყველასათვის საყვარელი მომღერლების დუეტი ჯორჯიასა და გიორგი სუხიტაშვილის კონცერტი, რომელსაც სიმბოლურად ულამაზესი ფეიერვერკი დააგვირგვინებს და არ გამოტოვოთ ეს დრო დასწრება თავისუფალია, ყველა შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ერთად დაესწროთ. მთელი დღის განმავლობაში კი ვიზიტორებისთვის იმოქმედებს სპეციალური აქცია ატრაქციონებზე. უფრო მეტ დეტალებს კი ახლა პირდაპირ ეთერში თათა გულიკაშვილი მოგვიყვება სწორედ მთაწმინდის პარკიდან თათა დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობის, დიახ, გიერთდებით მთაწმინდის პარკიდან, ადგილიდან, რომელიც მე ვფიქრობ, რომ თბილისელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და დაუვიწყარი ადგილია, ვინაიდან ამ 88 წლის განმავლობაში ვფიქრობ, ყველას თავისი წილი მოგონება ექნება მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით და დღეს არის კიდევ იდეალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ თქვენს მეხსიერებას კიდევ ახალი მოგონება შეჰმატოთ, მოკიდოთ თქვენ შვილებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს ხელი და ამობრძანდეთ მთაწმინდის პარკში დეტალურად ღონისძიების შესახებ მოგვიყვება მთაწმინდის პარკის დირექტორი ბატონი გელა დიღმელაშვილი. მოგესალმებით ბატონო გელა. რა ღონისძიება იგეგმება მოვუყვეთ მაყურებელს დეტალურად. ჯერ მინდა გითხრათ, რომ ყველა ატრაქციონზე იქნება განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, შეღავათიანი წინადადება. იქნება ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის ღონისძიება. და საღამოს კიდე იქნება საყვარელი ჩვენთვის დუეტ ჯორჯია და გიორგი სუხიტაშვილი, ისე რომ გელოდებით ყველას. დაუვიწყარი საღამო გველის მართლა 7 საათიდან დაიწყება ღონისძიება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ გიორგი სუხიტაშვილი, დუეტი ჯორჯია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის იქნება ძალიან კარგი დაუვიწყარი დღე ვფიქრობ და ბატონო გელა პატარა ისტორიაც რომ მოვუყვეთ მაყურებელს, მაგალითად ქართულმა მეცენატმა ბატონმა ბადრიკა პატარკაცშვილმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, ხო? კი. 90-იან წლებში წინა საუკუნის, ხო, მთაწმინდის პარკი როგორც მთლიანად საქართველოს რთული პერიოდი გაიარა. რის შედეგადაც მთაწმინდის პარკის ინფრასტრუქტურა იყო პრაქტიკულად განადგურებული და იმ დროინდელმა მთავრობამ სთხოვა ბატონ ბადრის რომ ეს დიდი პროექტი ჩაებარებინა და მან მარტო რესტავრაცია კი არ გააკეთა, მთლიანად შეცვალა მისი ინფრასტრუქტურა, რომელიც გახდა ბევრად მომხიბლავი და მიმზიდველი როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისთვის, სტუმრებისთვის, ყველა ასაკისთვის და რა თქმა უნდა დამონტაჟდა თანამედროვე ისეთი უცხოური ატრაქციონები, რომელიც დღესაც ძალიან ართობს ჩვენ სტუმრებს. სწორედ ამიტომაც გახდა ბავშვებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი მთაწმინდის პარკი, ვფიქრობ და ეს არის ერთ-ერთი ისეთი სივრცე, სადაც მართლაც დაუვიწყარი ემოციებით აივსებიან. თქვენ თუ გახსენდება თქვენი ბავშვობის მოგონებებიდან მთაწმინდის პარკი? მოულოდნელი კითხვა არის. ერთ-ერთ კიბეზე მე და დედა ვართ გადაღებული. მე მაშინ 4 წლის ვიყავი და რაც წარმოვიდგენდი რომ დირექტორი გავხდებოდი ამ პარკის და ეხლა ესეთი იდეა მაქვს რომ დედასთან ერთად ისევ ამ კიბეზე რომ გადავიღოთ და განსხვავება იქნება 61 წლის მერე სურათი როგორი გამოვა. იმედია რომ მოგეწონებათ. ძალიან დიდი მადლობა ამ ისტორიის გაზიარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე იქნება აი ასეთი მოგონება თქვენთვის 61 წლის შემდეგ. აუცილებლად უნდა მობრძანდეთ მთაწმინდის პარკში, ისიამოვნოთ. ამინდიც მე მგონი ხელს შეგიწყობთ, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს დღე. დღეს 7 საათზე უკვე ღონისძიება დაიწყება. დიდი მადლობა თათა გულიკაშვილი გვერდებოდა. თათა გულიკაშვილი გვერდებოდა მთაწმინდის პარკიდან და არ გამოტოვოთ რესპონდენტთან ერთად, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე ბევრი სიახლე, ბევრი გარტობა, ატრაქციონი, ასე შემდეგ და არა მარტო თბილისელები, არა თბილისელებიც, დედაქალაქის სტუმრებიც, ყველა შეგიძლიათ, მე ვხვდეთ თქვენს გელოდებიან